იცით ჩემო ძვირფასებო, არსებობს გამოთქმა. სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის, მაგრამ ზოგჯერ მარტო წლები მოდის. როდის იწყებს ადამიანი ნამდვილად იმის დანახვას, რომ სიმართლე მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ ენერგიაა. ამას შინაგანად გცნობ, დილის ჰაერივით. ტყუილი კი ყოველთვის ცოტა ცივია. შეიძლება ტყუილი ვერ გესმოდეს, ვერ ხედავდე, მაგრამ ყოველთვის იგრძნობ მას შენს გულში. ჩემი ბაბუა ყოველთვის ამბობდა, ტყუილი სხვის ქუდს გავს. შეგიძლია დაიხურო, რამდენიმე კვარტალიც კი გაიარო, მაგრამ შენს გარშემო ყველა ხედავს, რომ ის სხვისია. ჩემს ცხოვრებაში ათობით, შესაძლოა ასობით ადამიანი შემხვედრია, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ლამაზად იტყუებოდნენ. ისინი ემზადებოდნენ, იმეორებდნენ, ფიქრობდნენ ყველა სიტყვაზე, მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის მათი თვალები, მათი სუნთქვა, პაუზა გასცემდა მათ. ერთი არასწორი სიტყვა, ნათქვამი არასწორ დროს, მაგრამ არასდროს დამიჭერია ადამიანი ტყუილში სიამოვნებისთვის. მაგრამ ვისწავლე ამის დანახვა, თუ როდის ცდილობს სიმართლე დამალვას, რადგან სადაც ტყუილია, იქ ყოველთვის არის ტკივილი, შიში ან მოგება, ხოლო სადაც სიმართლეა, იქ არის სიცოცხლე. დღეს გეტყვით 5 კითხვას, რომელსაც შეუძლია მყისიერად გამოავლინოს ნებისმიერი მატყუარა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს არის რაღაც ჯადოსნური ფორმულა ფსიქოლოგიის წიგნიდან. ეს კითხვები დაკვირვების, გამოცდილების, შეცდომების და ხანგრძლივი საუბრის შედეგია იმ ადამიანებთან, რომელთა თვალები ასახავს მათ მთელ ცხოვრებას. მე ისინი არ გამოვიტანე თეორიიდან, არამედ ქუჩიდან, გარიგებებიდან, შეხვედრებიდან, ოჯახური საუბრებიდან, იმ სიტუაციებიდან, სადაც ტყუილი ძვირად ფასობს. ზოგჯერ ურთიერთობები, ზოგჯერ ფული და ზოგჯერ სიმშვიდე. და გულწრფელად გეტყვით, ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც დაიწვა ტყუილით, იწყებს დუმილის დაფასებას, დაპირებებზე მეტად. ბევრი ფიქრობს, რომ მატყუარები ბოროტმოქმედები არიან, მაგრამ არა, უფრო ხშირად ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ეშინიათ შესთომის აღიარების, ეშინიათ უარყოფის, ეშინიათ რეპუტაციის დაკარგვის. ისინი სიტყვების უკან იმალებიან, როგორც ბავშვები ზეწრის უკან და ფიქრობენ, რომ თუ თვალები არ უჩანს, ვერავინ დაინახავს. მაგრამ ტყუილი კვამს გავს. ერთი წუთითაც რომ გამოჩნდეს, სუნი მაინც დარჩება. და ეს 5 კითხვა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, იარაღი კი არა, ფანარია. ის ანათებს სიბნელეს, რომელშიც ტყუილი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. როგორც კი მას ამოიცნობ, ბევრად მეტის დანახვას იწყებ. ზოგჯერ ზედმეტსაც კი. მახსოვს ერთი საუბარი. ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჩემთან რჩევისათვის. ფულის ცესხება სურდა. მითხრა, რომ ბიზნესი დაიწყო. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ უბრალოდ გარკვეული სირთულეები ჰქონდა. ის ლამაზად, თავდაჯერებულად საუბრობდა, იღიმოდა კიდეც, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. არა იმიტომ, რომ სიტყვები არასწორი იყო. პირიქით, ყველაფერი იდეალურად ჟღერდა, მაგრამ მისი თვალები არ იღიმოდა. მე მას ერთი მარტივი კითხვა დავუსვი და მისი მზერა აციმციმდა. დაემსგავსა ადამიანს, რომელმაც უცებ მიხვდა, რომ მას ხედავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მიხვდი, რომ ძალა ეჭვში კი არა, არამედ მოსმენის უნარშია, რწმენის ან დაუჯერებლობის სურვილის გარეშე. უბრალოდ მოსმენაში, როდესაც არ ელოდები, რომ ვინმე ზუსტად იმას იტყვის, რისი მოსმენაც გინდა. სიმართლე თავისით გამოდის. ალბათ ფიქრობთ, მეც იგივეს ვგრძნობ, როცა მატყუებენ. შესაძლოა, მაგრამ ერთია მისი შეგრძნება და მეორე მისი დადასტურება, სტრუქტურის დანახვა.
იმის გაგება თუ სადიმალება ზუსტად ტყუილი. ეს არის ხელოვნება. ხელოვნება კი, როგორც მამა ჩემი ამბობდა, არის იმის დანახვა, რასაც სხვები გვერდსუვლიან. ასე რომ ეს კითხვები გამადიდებელი შუშის მსგავსია. ისინი ადამიანს არ აიძულებენ სიმართლის თქმას, მაგრამ აჩვენებენ სადიმალება ის. დამიჯერეთ, ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ ვეღარ შეძლებთ ადამიანების მოსმენას ისე, როგორც ადრე. ეს გავს იმას, რომ მთელი ცხოვრება შავ-თეთრ ფილმებს უყურებდით და შემდეგ პირველად ნახეთ ყველაფერი ფერებში. თითქოს ყველაფერი ერთნაირია, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებული. დაიწყებთ პაუზების შემჩნევას, არასაჭირო განმარტებების, ღიმილის, რომელიც ცოტა ზედმეტი და იძულებითი მოგეჩვენებათ და დაიწყებთ იმის გაგებას, რომ ტყუილი დანაშაული არ არის. ეს მაჩვენებელია. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ადამიანს რაღაცის ეშინია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ სიგნალის ამოცნობა, რადგან თუ ტყუილს ვერ ხედავთ, მისი მსხვერპლი ხდებით და თუ მას ხედავთ, შეგიძლიათ აერჩიოთ, როგორ მოიქცეთ. არა ამხილოთ, არა დასაჯოთ, არა შეაწუხოთ, არამედ უბრალოდ იცოდეთ და შეგნებულად იმოქმედოთ. ეს არის ზრდასრული ადამიანის ძალა. ერთ კითხვას შეუძლია 1000 სიტყვაზე მეტი გაგიმხილოთ. ზოგჯერ სვამთ მას და ადამიანი მოულოდნელად იკარგება, იბნევა, თვალს აშორებს და თქვენ ხედავთ, სად არის სიმართლე. ის პასუხში არ არის, არამედ რეაქციაშია და თუ ამას გაიგებთ, აღარასდროს მისცემთ თავს უფლებას, რომ მოტყუდეთ, არც ბიზნესში, არც მეგობრობაში, არც სიყვარულში. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს დაინახავთ, როგორ იქცევა ადამიანი, როცა გულწრფელობას ითხოვენ მისგან. ჩემი ბაბუა ამბობდა, თუ გინდა ადამიანის გაგება, ნუ მოусმენ იმას, რასაც ამბობს. დააკვირდი, როგორ სუნთქავს. მაშინ მეგონა, რომ ეს ხუმრობაა, მაგრამ ახლა მესმის. ეს ყველაზე ზუსტი რჩევა იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. და ამ ვიდეოს ბოლომდე რომ უყურებთ, მიხვდებით, რას გულისხმობდა. გეტყვით 5 კითხვას, რომელიც გასაღებივითაა. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში მუშაობს, სამსახურში, სახლში, მოლაპარაკებებში, სიყვარულშიც კი და დამიჯერეთ, ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდება. არა იმიტომ, რომ ადამიანები შეწყვეტენ ტყუილს. არა, ისინი ყოველთვის იტყუებიან, არამედ თქვენ შეწყვეტ იყოთ ის, ვისაც ატყუებენ. ამიტომ დარჩით ჩემთან, არ იჩქაროთ, მოკალათდით, დალიეთ ჩაი. კარგი საუბარი აურზაურს არ იტანს. ახლა მე გაჩვენებთ, თუ როგორ შეუძლია 5 მარტივ კითხვას თქვენი თვალების გახელას იმ სიმართლისკენ, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდით იყო და შესაძლოა ამაში საკუთარი თავიც კი ამოიცნოთ. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ტყუილის ამოცნობა შესაძლებელია მიკრო გამომეტყველებით, თვალის მოძრაობით ან ხელის კანკალით. მე მინახავს ასეთი ადამიანები. ისინი ადამიანს უყურებენ, როგორც დავალებას. თითქოს მათ ჩაშენებული სიმართლის ინდიკატორი აქვთ, მაგრამ ცხოვრება სხვაგვარად მუშაობს. ტყუილი ყოველთვის არ ჩანს სხეულში. ის ხშირად გონებაში ცხოვრობს. და თუ სწორ კითხვას დასვამთ, აიძულებთ სიცრუის მთქმელს, რომ საკუთარ თავს დაუპირისპირდეს და არა თქვენ. და ამაშია ძალა. თქვენ უნდა მისცეთ ადამიანს საშუალება თავად თქვას სიმართლე. პირველი კითხვა მარტივია, მაგრამ ძალიან საშიში. რამდენად დარწმუნებული ხარ თამაში? თითქოს წვრილმანია, მაგრამ თუ ოდესმე გითქვამ ტყუილი, იცით, რომ მის უკან ყოველთვის იმალება ეჭვი, შინაგანი, მშვიდი, უსიამოვნო. ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს, შეუძლია ყველაფერში ეჭვი შეიტანოს, ადამიანში, მომავალში, სხვის აზრში, მაგრამ არა საკუთარ ფაქტში. ის მშვიდად საუბრობს
შინაგანი ბრძოლის გარეშე, მაგრამ მატყუარა, როდესაც მას კითხავ, თუ რამდენად დარწმუნებულია ამა თუ იმ ფაქტში, ის მოულოდნელად აღმოჩნდება ხაფანგში, რადგან ტყუილი არ არის რწმენა, ეს არის კონსტრუქცია. ის ყურადღებას ეყრდნობა და თუ ყურადღებას ოდნავ მაინც გადაიტანთ, კონსტრუქცია იბზარება. ადამიანი იწყებს საბაბის მოფიქრებას, ზედმეტი დეტალების დამატებას და შეიძლება გაბრაზდეს კიდევაც. აი მაშინ ნუ შეაწყვეტინებთ, მიეცით საშუალება ისაუბროს, რაც მეტი სიტყვაა, მით ნაკლები სიმართლეა. ჩემი ბაბუა ყოველთვის ამბობდა, რომ როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მას დუმილის ეშინია. დუმილში კი შეგიძლია სიმართლე გაიგო. მეორე კითხვა რბილად ჟღერს. თითქმის მეგობრული ინტერესის მსგავსად. რატომ მაინც და მაინც ასე გადაწყვიტე? ეს კითხვა ფესვებს იკლევს. ტყუილი სარეველას გავს. მას რეალური ფესვები არ აქვს. ის ზედაპირზეა ჩარჩენილი. როდესაც ადამიანი იტყუება, მას არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ აერჩია ეს კონკრეტული ქმედება, ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ის ამბობს დაახლოებით ასე. უბრალოდ მეგონა, რომ ასე ჯობდა, მაგრამ როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მისი ახსნა ლოგიკურია. ის სუნთქავს, მაშინაც კი, თუ ის ცდება. მის სიტყვებში თანმიმდევრულობაა. ეს მუსიკას გავს. გრძნობ, რომ მელოდია ბუნებრივად მოედინება და ტყუილი კი ცრუ ნოტას გავს. მახსოვს, ერთხელ ჩემ ძმას ვეჩხუბე, რატომ არ მოვიდა სახლში დროულად. ის ამბობდა, მე მეგობარს ვეხმარებოდი, მე ვეკითხები, რატომ გადაწყვიტე კონკრეტულად მისი დახმარება და ის გაშეშდა, რადგან მეგობარი გამოგონილი იყო. მოტივაციის შესახებ კითხვას არ ელოდა. მატყუარები იშვიათად ამზადებენ მიზეზს. ისინი მხოლოდ ისტორიას ამზადებენ და ამით საკუთარ თავს ამხელენ. მესამე კითხვა ჩემი ფავორიტია, რადგან თითქმის ყოველთვის მუშაობს. რასიზამდი, თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. ტყუილი ერთ განზომილებაში ცხოვრობს. მატყუარა ისტორიას სწორი ხაზის სახით აგებს. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ასე იყო. მაგრამ სიმართლე მოცულობაშია. სიმართლის მთქმელ ადამიანს ადვილად შეუძლია წარმოგიდგინოს ალტერნატივა. თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა, მე ამას გავაკეთებდი. იმას არ ეშინია ჰიპოთეზების, რადგან მისი შინაგანი სამყარო სტაბილურია, მაგრამ მატყუარა დაბნეულია, რადგან ყველაფერი რაც თქვა, გამოგონილია და თუ მოულოდნელად ერთ დეტალს შეცვლით, ყველაფერი ინგრევა. ეს ბანკოს სახლს გავს. აიღეთ ქვედა კარტი და მთელი ამბავი ინგრევა. ეს კითხვა მოლაპარაკებებში არაერთხელ გამომიყენებია. როდესაც ვინმე ამტკიცებს, რომ სხვა შეთავაზება არ აქვს, ვეკითხები, რომ გქონდეთ ჩემსას აირჩევდით და შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება. თუ სიმართლეა, მშვიდად გიპასუხებს. თუ ტყუილია, დაიწყებს ყოყმანის გაჩენას, ყურადღების გადატანას, ხუმრობის ძებნას, თემის შეცვლას. მეოთხე კითხვა ყველაზე პირდაპირი და შესაძლოა ყველაზე ძლიერიც კია. ვის შეუძლია ამის დადასტურება? სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო, რადგან ტყუილი მარტოსული რამ არის. მას არ უყვარს მოწმეები. სიმართლე მშვიდად დგას სინათლეში, მაგრამ ტყუილი ყოველთვის ჩრდილს ეძებს. როდესაც ამ კითხვას ვამთ, არსებულად სთხოვთ ადამიანს გაიზიაროს პასუხისგებლობა და თუ ის ტყუილია, ვერ შეძლებს, დაიწყებს ყოყმანის გაჩენას. ნამდვილი ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს, იმას არ ეშინია ეჭვის. მას შეუძლია თქვას, მოკლედ, მშვიდად, ზედმეტი დეტალების გარეშე, მაგრამ მატყუარა ცდილობს დაგარწმუნოს, რომ მოწმეები არ არის საჭირო, რადგან მან იცის, რომ იქ სუსტი წერტილია. და თუ საპასუხოდ, თავდაცვით ტონს, სარკაზმს, ან მოულოდნელ აგრესიას გაიგონებთ, გილოცავთ, ზუსტად წერტილში მოარტყით. და ბოლოს მეხუთე კითხვა. ის ფილოსოფიურად ჟღერს, მაგრამ საკითხს არ ეხება.
რატომ მეუბნები ამას მაინც და მაინც ახლა? ეს კითხვა ადამიანს აიძულებს დაარღვიოს თავისი სცენარი. მატყუარების უმეტესობა შაბლონის მიხედვით მოქმედებს. ისინი წინასწარ გეგმავენ რა სიტყვიან, როგორ გამოჩნდებიან, როგორ დაგარწმუნებენ, მაგრამ როდესაც კითხავთ, რატომ გეუბნებიან ამას ახლა, მათი მთელი სცენარი ინგრევა. იმიტომ, რომ თქვენ მხოლოდ მსმენელი არ ხართ, თქვენ სარკეთი იქეცით და ადამიანი იძულებულია მოზებნოს თავისი სიტყვების მნიშვნელობა. ტყუილს კი აზრი გამოგონილი აქვს. ის თავის მიზანს ემსახურება, მაგრამ არსებობის არანაირი მიზეზი არ აქვს. შეიძლება დაიბნეს, გაიცინოს, თავი ისე მოიჩვენოს, თითქოს ვერ გაიგო და ეს ყველაფერი ნიშნებია. სიმართლეს აზრის არ ეშინია, მაგრამ ტყუილი მოტივაციის კითხვის წინაშე დგომისას უბრალოდ კარგავს თავის პოზიციას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს კითხვები სხვების დასაჭერად არის საჭირო, მაგრამ არა, ისინი საჭიროა სამყაროს გასაგებად. როდესაც ვინმეს ასე ეკითხები, თქვენ ადამიანს არ ამცირებთ ან არ ადანაშაულებთ. უბრალოდ წინ სარკეს უდგავთ და თუ ტყუილია, ის აირეკლება. თუ სიმართლეა, ის ანათებს. ეს არის მთელი განსხვავება. ამაშია ებრაული სიბრძნე. ნუ ებრძვი ტყუილს, არამედ დაინახე ის, რადგან მასთან ბრძოლა ნიშნავს მისთვის ძალის მიცემას. და კიდევ ერთი რამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ ტყუილი თავდაცვაა. ყველა ვინც იტყუება, ზიანის მიყენებას არ ცდილობს. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ არ სურს სიმართლის გამხელა, რადგან ეშინია, რომ მას არ მიიღებენ. ამიტომ, როდესაც ტყუილს ხედავთ, ნუ იჩქარებთ განსჯას. ჯობია საკუთარ თავს კითხოთ, რატომ იტყუება? ბოლოს და ბოლოს თვითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს ის, რაც არ უნდოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს უფრო უსაფრთხო იყო და თუ ამას გაიგებ, უკვე ბევრზე ბრძენი ხარ. დამკვირვებელი კი ყოველთვის უფრო ძლიერია. ის, ვინც ხედავს, თუ როგორ არის აგებული ტყუილი, უკვე თავისუფალია მისგან. სიმართლე ხმამაღალი არ არის, ის ჩუმია, მაგრამ მისი მოსმენა ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ. 5 კითხვა, 5 გასაღებია. ნუ იჩქარებთ მათი გამოყენებას. დაე ისინი თქვენს მეხსიერებაში იყოს შენახული, როგორც ძველი მონეტები ჯიბეში. ყოველთვის ხელთ არის, მაგრამ არ ხმაურობს. როდესაც მომენტი დადგება, იგრძნობ, რომელი კითხვა უნდა დასვა და შემდეგ დაინახავ, როგორ ხდება სამყარო მოულოდნელად უფრო გამჭვირვალე. ხალხი შეწყვეტს თქვენ შეშინებას, მოტყუებას და გზას აცდენას, რადგან თქვენ დაიწყებთ იმის დანახვას, თუ სად იმალება ტყუილი და სად არის უბრალო ადამიანური სისუსტე. და ეს ცოდნა, ჩემო ძვირფასებო, უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ტყუილის დეტექტორი. ეხლა, როდესაც თავად იცით კითხვები, დროა ვისაუბროთ მთავარზე. როგორ გამოვიყენოთ ისინი ცხოვრებაში, რადგან თეორია მშვენიერია, მაგრამ ცხოვრება იშვიათად გაძლევს რეპეტიციის შესაძლებლობას. ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად ხდება და თუ არ ისწავლით ამ კითხვების სწორედ გამოყენებას, ისინი უბრალოდ ფრაზების ნაზავად იქცევა. და სიბრძნე, ჩემო მეგობრებო, არა სიტყვების შინაარშია, არამედ მომენტის არჩევის უნარში. პირველი, რაც უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ ეს კითხვები არ არის დაკითხვა, ან ვინმეს კუთხეში მოთავსების საშუალება. ის დაკვირვების ინსტრუმენტია. ავიღოთ ოჯახის მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი სახლში მოდის და გრძნობთ, რომ რაღაცას მალავს. იმის ნაცვლად, რომ თქვათ, მატყუებ, უბრალოდ კითხეთ, რამდენად დარწმუნებულია მაგაში. თქვით განსჯის გარეშე, თითქოს დაინტერესებული ხართ და გსურთ გაიგოთ. ძალიან ხშირად ბავშვები და უფროსებიც იწყებენ სიმართლის თქმას არა იმიტომ, რომ დაიჭირეს, არამედ იმიტომ, რომ დობას გრძნობენ. თუ შექმნით ატმოსფეროს,
სადაც ადამიანს შესთომის დაშვების არეშინია, მას აღარ დასჭირდება ტყუილის თქმა. ეს მარტივი წესი ყველგან მუშაობს. წარმოიდგინეთ, რომ მოლაპარაკებებში ხართ. ოქროს მთებს გპირდებიან, ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დაკარგავთ. მოგება გარანტირებულია. არ არის საჭირო კამათი, მტკიცება ან სკეპტიკურად ღიმილი. უბრალოდ მშვიდად კითხეთ, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ეს მაინც და მაინც ასე იმუშავებს და გაჩერდით. სიჩუმე სარკეა. ის აიძულებს მეორე ადამიანს შეავსოს სიჩუმე და რაც უფრო მეც ლაპარაკობს, მით უფრო ნათელი ხდება, სჯერა თუ არა იმის, რასაც ამბობს. თუ ის თავდაჯერებულად და თანმიმდევრულად ხსნის ლოგიკას, მაშინ მაგას ამის ჯერა. თუ ის თავს არიდებს პასუხს, თემის შესვლას ცდილობს, ან ემოციებში გადასვლას შეეცდება, ეს ნიშნავს, რომ ის შინაგანად არ არის დარწმუნებული. თქვენ არ გჭირდებათ ფსიქოლოგი იყოთ, უბრალოდ ყურადღებით იყავით. და აი მესამე კითხვა. რას იზამდით, თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა? შესანიშნავია იმ სიტუაციებში, სადაც თქვენგან გადაწყვეტილებას ელიან, მაგრამ რისკები გაურკვეველია. მაგალითად, თქვენ გთავაზობენ ახალ სამსახურს, მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ ბოლომდე არ ამბობენ, ან რაღაცას მალავენ, არ გეუბნებიან. დასვე კითხვა. შეძლებს თუ არა კომპანია თავისი დაპირებების შესრულებას, თუ პირობები შეიცვლება და უყურეთ. პატიოსანი ადამიანი იტყვის, დიახ, გვაქვს გეგმა B, აი რას გავაკეთებთ. მატყუ არა, ყოყმანს დაიწყებს და დაგარწმუნებს. ნუღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება. არასდროს დაიჯეროთ ფრაზის, ყველაფერი კარგად იქნება. ამას ჩვეულებრივად მაშინ ამბობენ, როდესაც ადამიანმა თავად არ იცის, როგორ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. უკეთესია ცუდი სიმართლე, ვიდრე ლამაზი ტყუილი. ახლა კი მეოთხე კითხვას შევეხოთ. კიდევ ვის შეუძლია ამის დადასტურება? ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც რეპუტაცია დევს სასწორზე. მაგალითად, ვიღაც ჭორაობს. გავიგე, რომ შენმა კოლეგამ შენზე ცუდი რამ თქვა. განაწყენების ნაცვლად უბრალოდ იკითხეთ მეოთხე კითხვა და თვალებში შეხედეთ. თუ სიმართლეს ამბობს, ადვილად დაასახელებს წყაროს და თუ დაიწყებს ნისლში წასვლას, მაშინ იტყუება. ის ხელს უწყობს უაზრო ლაპარაკის გაქრობას, რომელსაც ბევრი ფაქტად აღიქვამს. ჩემი ბაბუა ამბობდა, თუ გსურთ მშვიდობიანი ცხოვრება, შეამოწმეთ, ვინ გაწვდით ამბებს. მართალ ადამიანს არ ეშინია გამჭვირვალობის. და ბოლოს მეხუთე კითხვა. რატომ მეუბნებით ამას მაინც და მაინც ახლა? ეს არის ინსტრუმენტი ზრდასრული საუბრისათვის. ის საუკეთესოდ გამოიყენება მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ ვიღაც ცდილობს თქვენი ჩართვას რამე საქმეში, მიზიდვას, ან თქვენზე გავლენის მოხდენას. მაგალითად, ვიღაც გიჩივის თავის ცხოვრებაზე, მაგრამ ამას ფარული გზავნილით აკეთებს. თითქოს თქვენგან მისი პრობლემების გადაჭრას ელის. ფრთხილად კითხეთ, არა საყვედურით, არამედ ინტერესით. 10-დან 9 შემთხვევაში ადამიანი მიხვდება, რომ მისი ისტორია თქვენზე არ არის, არამედ მის შიშზე, ტკივილზე, იმედზე და ეს გამორიცხავს ზედმეტ დრამას. ეს კითხვები შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერ სფეროში. თუ ვინ არის თქვენთან გულწრფელობისათვის და ვინ საკუთარი ინტერესებისათვის, რათა თავიდან აიცილოთ დაპირებების ხაფანგში ჩავარდნას. სიყვარულში, რათა თავიდან აიცილოთ ილუზიების შექმნა. მაგრამ რაც მთავარია, გამოიყენეთ ეს კითხვები საკუთარ თავზეც. დარწმუნებული ვარ თუ არა ჩემს ქმედებაში? რატომ გადავწყვიტე ასე? რას ვიზამ თუ საქმე სხვაგვარად წარიმართება? ვის შეუძლია ჩემი სიტყვების დადასტურება? რატომ ვეუბნები ამას მსოფლიოს? რადგან შინაგანი მატყუ არა ყველაზე ცფიერია. მან იცის, როგორ მოიფიქროს საბაბი, მოიგონოს მიზეზები, გადადოს, მაგრამ მასაც კი არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს გულწრფელ კითხვებს.
მახსოვს, როგორ მითხრა ერთხელ მოხუცმა კაცმა. გინდა იცოდე ვინ ამბობს სიმართლეს. შეხედე როგორ ცხოვრობს და არა რას ლაპარაკობს. სიმართლე საუბარი არ არის. ეს ცხოვრების წესია. თუ გულწრფელად ცხოვრობ, გარშემო მყოფი სამყარო გულწრფელად იწყებს პასუხის გაცემას და თუ ამ კითხვებს პატივისცემით გამოიყენებთ, აგრესიის გარეშე, ვინმეს გამოაშკარავების სურვილის გარეშე, ის მოქმედებს როგორც სინათლე და არა როგორც საჭრელი. თავარია ეს კითხვები იარაღად არ გადააქციოთ. თუ მათი ზედმეტად გამოყენებას დაიწყებთ, ადამიანი დაიხურება, მაგრამ თუ მათ ყურადღებით დასვამთ, სიმართლეს დაენახავთ. ნუ იჩქარებთ, ნუ მოითხოვთ პასუხს მაშინვე. ზოგჯერ ადამიანი პასუხობს არა სიტყვებით, არამედ მზერით, დუმილით, ამოსუნთქვით. ისწავლეთ ამის დანახვა. შემდეგ მიხვდებით. სიმართლე ყოველთვის თქვენს გარშემო არის. უბრალო ადრე არ იცოდით, როგორ ამოგეცნოთ ის. თუ ვინმე სურს ტყუილის თქმა, მიეცით საშუალება, იცრუოს. ეს მისი არჩევანია. თქვენ კი დაინახეთ ეს და არ აყვეთ. ეს არის მოწიფული, ბრძენი ადამიანის ნამდვილი ძალა. ასე რომ დაიწყეთ მცირედით. შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე რამეს გეტყვით, ნუ განსჯით. უბრალოდ დაუსვით ამ კითხვებიდან ერთ-ერთი. გაგიკვირდებათ, რამდენად ჩქარა იწყებს სიმართლე გამოვლენას. ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება, როგორც სიმართლე, ასევე ტყუილი. თქვენ არ ეძებთ ვინმეს დასადანაშაულებლად. თქვენ ეძებთ სიცხადეს და სიცხადე არის ის, რაც დღეს ყველა საკლია. ადამიანები იხრჩობიან ინფორმაციის, ფრაზების და მოსაზრებების ნაკადში და მათ აღარ შეუძლიათ სიმართლის გარჩევა. მაგრამ ეს მარტივი კითხვები აღიდგენს თქვენს ძალას, რომ მოусმინოთ, გაიგოთ და იგრძნოთ და ეს დამეჯერეთ იშვიათი ნიჭია. შემდეგ ტყუილი ძალას კარგავს, რადგან ის მხოლოდ იქ ცოცხლობს, სადაც ემოციაა და როცა მშვიდად ხარ, თავისით გვდება. ეს არის ნამდვილი დამოუკიდებლობა, არა ფულში, არა სტატუსში, არამედ გონების სიცხადეში და შემდეგ თქვენი ურთიერთობები უფრო სუფთა ხდება. თქვენი სამუშაო უფრო მშვიდი, თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, რადგან სადაც სიმართლეა, ყოველთვის არის სინათლე. და თუ ეს სიბრძნე თქვენში გამოძახილი იპოვნა, თუ გსურთ უფრო ღრმად დაინახოთ და უფრო გულწრფელად იცხოვროთ, დარჩით ჩემთან, გამოიწერეთ არხი, რადგან წინ კიდევ ბევრი საუბარი გველის იმის შესახებ, თუ როგორ გავიგოთ ადამიანები, როგორ არ დავკარგოთ საკუთარი თავი და როგორ შევინარჩუნოთ ღირსება, როდესაც ირგვლივ ამდენი ხმაური და სიცრუეა. და გახსოვდეთ, ისინი, ვინც სიტყვების მიღმა სიჩუმეს ისმენს, არასდროს გახდება მოტყუების მსხვერპლი. დაიცავით სიმართლე, ის არ ყვირის, მაგრამ ყველაფერი ესმის.